გამარჯობათ, მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. საუბრები სახალხო კონსტიტუციურ მონარქიაზე. ჩვენ ვართ სამეფო კლუბის წევრები, ჩვენი გადაცემაც მიმდინარეობს YouTube აღზე სამეფო კლუბის ტელევიზია და მე გახლავართ მისი წამყვანი ლევან ბერაია. დღეს ჩვენ საუბრობთ მოწვეულ ყავს ვეთქვი, ვერ ვიტყვი და არ ვიტყვი, იმიტომ რომ ბატონი გაიოს მამალაძე ყავს დღეს სტუმრად. ჩვენი სამეფო კლუბის სპიკერი და რომელიც უკვე 10 წლებია ამ საკითხით არის დაინტერესებული და ძალიან ჩვენ თითოეული ჩვენგანი არის ესე იგი მის ირგვლივ და მასთან ერთად ესე იგი ვიზიარებთ მის შეხედულებებს. ანუ უკეთესი მოწყობა გვინდა სახელმწიფოებრივი მოწყობა საქართველოში და ჩვენი აზრით და ჩვენი შეხედულებით ყველაზე სწორი ფორმა მე მგონი საქართველოში და ქართველებისათვის არის მონარქიული წყობა. სახალხო კონსტიტუციური მონარქია. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბატონი გაიოზი ილაპარაკებს, მაგრამ მე ერთი შეკითხვით მინდა დავიწყო ეს ყველაფერი. ეს არის ძალიან ხშირად დასმული კითხვა არის ხალხისგან და რა დროს მონარქია არის. ასეთი კითხვით მომართავენ ხშირად მარტო მე არა, თითოეულ ჩვენგანს და არის ასეთი შეკითხვა არის საერთოდ მუსილებს, რომ რა დროს მონარქიაა. ესეთი აბსურდი კითხვა, ესეთი აბსურდი პოზიცია. აი, მაპატიეთ და ანუ შეუძლებელია, რომ თანამედროვე განათლებულ ადამიანს ჰქონდეს, რომელიც ხედავს, რომ არსებობს მონარქია უაღრესად განვითარებულ 12 იაპონიაში. აბა რა. კი ბატონო, გინდა. ძალიან დიდარი კანადა არის მონარქისტული სახელმწიფო. ავსტრალია. ყველაზე ერთ-ერთი რა ვიცი დახვეწილი, ასე ვთქვათ, დემოკრატიის თვალსაზრისით 3 თუ 4 სხვადასხვა ხალხს აერთიანებს ბელგია და 4-ვე ცხოვრები ხალხი არის კმაყოფილი. და ბელგიას 12-ვე სახელმწიფო, რომელიც ევროპაშია, რომელიც სკოლას რა დროს მონარქია, ეს მაშინ რა დროს ადამიანია. რა ახლა მონარქია ჩვეულებრივად არსებობს სოფლიოში და ესე იგი არის პერსპექტივები, რომ კიდევ სხვა მონარქისტული ქვეყნები დაემატოს, აღსდგეს რამდენიმე ქვეყანაში მონარქია. და ასე დროს კითხვა რა დროს მონარქია გამოდის რომ რა დროს პატრიარქია რა დროს мама რა დროს დედა რა დროს ბიძა აი რას ქვია ესე ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე რაც ისტორიულად არსებობდა და რაც დღეს თანამედროვეობაში არსებობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებში აი იაპონიას და ახლა ევროპა ზოგს მოსწონს ზოგს არ მოსწონს იაპონია ძალიან ტრადიციონალისტური ქვეყანა. კი ბატონო. და იქ ესე იგი ძალიან დემოკრატიული ძალიან დემოკრატიული და თან ტრადიციონალისტური და ძალიან განვითარებული ტექნოლოგიური თვალსაზრისით რა. მეტად ჩვენ შევძლოთ და დავეწიოთ ტექნოლოგიური თვალსაზრისით განვითარებაში იაპონიას და იქ მეფეა. კი ბატონო. და ეს შეკითხვა როგორ შეიძლება გაჩნდეს ქვეყანაში რა დროს მონარქია. ეს ერთი. ეხლა ცოტას დავამატებ, წეგან თქვენ რო თქვით რომ ესე იგი სამეფო კლუბზე როა საუბარი ჩვენ პარტია არ შევქმნით მონარქის. იმიტომ რომ მონარქისტული პარტია შეიძლება ესე იგი არჩევნებში მონაწილეობდეს სიტყვაზე და ვიღაცამ დაუჭიროს ხარი, ვიღაცამ არ დაუჭიროს ხარი. მონარქიზმი, სახალხო მონარქისტული იდეა არანაირად არ არის პარტიული მოვლენა. ეს არის ზოგადეროვნული მოვლენა, ყველას გასაერთიანებლად ესე იგი შექმნილი იდეოლოგია. და ამიტომ ჩვენ წავედით კლუბის ასე ვთქვათ პრინციპით, სადაც ყველა თანაბარია და ყველა ესე იგი თავმჯდომარე არ აყავს, ვიღაცის გადაწყვეტილება აუცილებლად მისაღები არ არის, აი თავმჯდომარე ვერ უბრძანებს როგორც დღეს პოსტსაბჭოურ პოლიტიკურ პარტიებშია ქვეყანაში, რომლებიც არსებობს ერთი მხრივ, მეორე მხრივ და კიდე სხვა მიმართულებით. ეს მინდოდა მაგრამ ახლა პირდაპირ შეგეკითხებით მაშინ უსად გადამება და ესეთი მეორე შეკითხვა, რომელიც ძალიან მე მგონია რომ ძალიან სულელური შეკითხვაა. მე-19 საუკუნე არ არის და არ დავუშვათ მე-16 საუკუნე იმაში საცა იმაში მარსზე იმას გააკეთებენ ოკეი მაგას სასტუმროებს და მიწის ნაკვეთებს დაარეგებენ და ამ დროს ვიღაცა შეკითხვას გვაზდეს ბატონყობა გვინდა? გვინდა ბატონყობა? ესე იგი ისო იაპონია იაპონიაში იაპონელი კაცი ბატონია ერთი და ყავს და ყიდის ბაზარზე თუ რა ბატონყობა ან ბელგიაში ან ბრიტანეთში სად არის ბატონყობა ეს კითხვები ვის უჩნდება მე როგორც ვფიქრობ ეს კითხვები არის ჩემი აზრი ესეთია საქართველოს სახელმწიფოების განვითარების მოწინააღმდეგე სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ან უაღრესად
ესე იგი გაუნათლებელი ადამიანების მიერ შექმნილი რაღაც საკუთარი რაღაც პოზიციების ასე ვთქვათ წარმოსაჩინო. მისი ლექსი არ მახსოვს, ან ბოროტინტერი არის, ან უგნური მოყვარება. აი ეგეთი თავადაზნა სამეფო კლუბის პროექტით, რომელსაც ქვია სახალხო კონსტიტუციური თანამედროვე, ესე იგი ჰორიზონტალური რესპუბლიკური მონარქია, არანაირი თავადაზნაურობის არათუ ის არ იქნება, რა ქვია, ტერიტორიული გაერთიანებების სათავადოები და რაღაც. ზოგადად ტიტულებიც არ იქნება. საქართველოსმა, როდესაც გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წელს, გადაწყვიტა საქართველოს, რომ საქართველოში ტიტულები გაუქმდა. არისტოკრატიული ტიტულები საქართველოში აღარ არსებობს. და სხვა შორის თვითონ არისტოკრატიამ თქვა, მაშინ უარი. არისტოკრატიის თანახმად და არისტოკრატიის შორის თავისი ქონება გადასცა 1991 წლის რეფერენდუმით ზვიად გამსახურდიან რომ ჩაატარა იმ ესე იგი 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე იყო ეს რეფერენდუმი, გადაწყდა იგივე პრინციპების მიღება, რომ არავითარი თავადაზნაურობის ტიტულები არ იქნება. ეხლა რას ნიშნავს თავადაზნაურობა? აზნაური ნიშნავს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. საქართველოში ყველა თავისუფალია და ყველა აზნაურია. საქართველოს ზოგადად აი ძველ ტექსტებში, მაგალითად აი როდესაც იყო გადაწყვეტილი რომ უნდა წამოსულიყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი საქართველოს გასანათლებლად, მას გამოიცხადა მაცხოვარი და უთხრა რომ შენ უწახვალო, ანდრია პირველწოდებული გააგზავნეო და სხვებიო და მეო შენი სიყვარულითო არასოდეს უგულებელყოფო ერს ამასა საზეპუროს. საზეპურო ერი ნიშნავს რომ ესე იგი ქართველი ერი არის არისტოკრატია. ანუ ქართველ ერში ყველა არისტოკრატია. საქართველოში ყველა არის აზნაური, ყველა თავისუფალია და საქართველოში არ არსებობს გვარი, რომლის წინაპრებსაც არ ჰქონდეს მიღებული საქართველოს განვითარებაში მონაწილეობა. ეხლა, როდესაც ლაპარაკობდნენ, ეხლა თავადი იყო დიდი ოფიცერი, აზნაური მცირე ოფიცერი. ეხლა გლეხებიც იბრძოდნენ ჯარში, ну არისტოკრატია უფრო მეტი პროცენტულობით და გლეხებიც ასევე, თუმცა იმ შემოსევების დროს, პარტიზანობის დროს ყველა გლეხი იბრძოდა და ქალებიც იბრძოდნენ და ბავშვებიც იბრძოდნენ. ეს ჩვენი ისტორია, სულ ბრძოლების ისტორიაა, მეომარი ერი ვართ და ესე იგი, არა მარტო ბრძოლის, აი ჩვენ რო გვაქვს 500-ზე მეტი ვაზის ჯიში. ვისი გამოყვანილია? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ქართველი გლეხის გამოყვანილია და ქართველმა გლეხმა გამოიყვანა ზუსტად ის 500 ჯიში ვაზი, რომელი ვაზითაც დავუშვათ უნდა დაიწუროს ხვინო, რომ მერე დავუშვათ ზიარების დროს მიიღოს, ეხლა პირდაპირ ეს უკვე სხვა თემაა, მაგრამ ჩვენ ვართ ახალი აღთქმის მთავარი ერი ვართ. კი ბატონო, 12 კერა არსებობს იმისი, რა თქმა უნდა, მაგას ხორბლის და ერთ-ერთი საქართველო ვაკაც. ხო, რა თქმა უნდა. 12 და ერთ-ერთი საქართველო. ესე იგი, ის რა ქვია, ეს თავადების გამოყვანილი კი არა, თუმცა თავადების და აზნაურების და გლეხების ყველანი მონაწილეობდნენ ამ ჩვენი კულტურის განვითარებაში და ზოგადად საქართველოს აქამდე მოყვანაში და საქართველოს მისიის შესრულებაში. ჯერ კიდევ წინა აქვს საქართველოს თავისი მისია. კი ბატონო, ძალიან კარგი რომ ადამიანებს სჭირდებათ, იცით, აი ეს რა თავადაც. კი ესე იგი არის. კი ბატონო, დავუშვათ მოვიდა მეფე ყავს. სამეფო კარი გვაქვს. რა დაგვიждდება ამის შენახვა? ეხლა სამეფო კარი. რა შეიძლება სამეფო კარი? თუ იმას გონია რომ საქართველოში მონარქია აღდგება და იქ ვიღაცები ცხენებით იჯირითებენ ჩვენს ხარჯზე და ჩვენი ბიუჯეტის ფულს ჩაიჯიბავს რომელიმე თავად აზნაური ან რომელიმე ისო ვაზირი ან რომელიმე ათაბაგი ან რომელიმე რაღაც აზნაური ეს აი ვის შეიძლება დაებადოს ესეთი აზრი ეს ხო გამორიცხულია ეს ხო სისულელია არანაირი სამეფო კარი არ იქნება თანამედროვე მონარქიები ეს არის პრაგმატული მონარქიები, მაგალითად იაპონია აღარ. არ სადაც არის კანცელარია. რომ ამ კანცელარიაში მუშაობენ ადამიანები, რომ ესე იგი სხვადასხვა ესე იგი კანონები, რომლებიც უნდა დაამტკიცოს მეფემ, ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო უნდა დაადოს, დაუშვათ, რომ მოამზადონ მეფე გააცნონ ეს კანცელარია ამისთვის არსებობს. ეხმარებიან მეფეს საზოგადოებასთან ურთიერთობაში, არსებობს კომისიები და კოლეგიები და ესენი არის უფასო, როდესაც მეფეს ეხმარებიან აი ვის გადასცეს ჯილდო, მაგალითად აი დაამსახურებულ პოეტს ან დაამსახურებულ აკადემიკოს, ესე იგი რაღაცა კონკრეტული ჯილდოს გადაცემა, მაგალითად ბრიტანეთში იყო ესეთი პრეცედენტი, რომ ბითლზებმა რომ ძალიან დიდი ეკონომიკური მოგება მოუტანა ბრიტანეთის დედოფალმა ეს პატარა ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები ბრიტანეთის
ორდენის რაინდობით დააჯილდოვა. ხათშეს ბევრს გაუკვირდა რომ როგორ შეიძლება, რატო არ შეიძლება რომ ახალგაზრდა ბიჭმა უზარმაზ ესე ბიცხზე მაი უფრო დიდი მოგება მოუტანეს იმ წლებში ბრიტანეთს ვიდრე როლს-როისის წარმოება და კიდე სხვა ეკონომიკურმა ეს გიგანტებმა და ანუ ესე იგი ეს კომისიები თან უფასო საზოგადოებრივი საწყისებზე აი მე მაგალითად მეფემ რომ მიმიწვევს და რაღაცა საკითხზე მთხოვოს ესე იგი რჩევა რა თქმა უნდა ხა ამაში ხელფასს არც მე მოვითხო და ეს ხელფასიანი არ იქნება ანუ საქართველოს მეთაური მირონცხებული მეთაური მეფე იქ მეფის ასე ვთქვათ არსებობა გაცილებით იაფი იქნება ვიდრე პრეზიდენტის არსებობა რა ქვეყანაში მით უმეტეს პრეზიდენტი ყოველთვის არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ხშირ შემთხვევაში არის უცხოეთის აგენტი შეიძლება იყოს რა რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი რომ უცხოეთიდან დაფინანსებას იღებს საქართველოს მეფე უცხოეთიდან დაფინანსებას ელემენტარულად ვერ მიიღებს იმიტომ რომ ეს ყველას თვალწინ იქნება საბანკო ანგარიშები არ ექნება ამისთვის არ ექნება დეპოზიტები რო ფული შეაგროვოს საქართველოს ეს სხვათაშორის ძალიან ჩაგვრაც კი გამოდის მეფის რომ მე შემიძლია დეპოზიტი შევქნა და ვიღაცებმა ვაჭკუნ ფული შევაგროვა მეფე ვერ შეაგროვებს აფოს არ გამოუვა ესეთი რაღაც არ იქნება შეზღუდული იქნება კანონით ანუ ის იქნება მსახური იქნება პირდაპირ მსახური იქნება ეს ასე რომ ესეთი ეხლა რაც შეეხება რომ სხვა ქვეყნების ინტერესები გაატაროს სხვა ქვეყნების ინტერესებს ვერ გაატარებს მეფე, იმიტომ რომ არ იქნება სხვა ქვეყნიდან დაფინანსებით არჩეული და ესე იგი ამორჩევლის მოტყუებით გაყვანილი პრეზიდენტად ან მეთაურად, ეს ერთი და მეორეს ეცოდინება რომ ის არის მისი სამშობლო. რა თქმა უნდა, თავის ქვეყანა. მისი ქვეყანა და მან თავის შვილს. ანუ ესე იგი ხა ეგ არის ამოსავალი წერტილი. ამოსავალი წერტილი ყველა რომ თავის შვილს გადასცემს ოჯახს, ცდილობს რომ ის ოჯახი იყოს კარგად. დალაგებული იყოს და მშვიდი იყოს და მის შვილს ქონდეს გარანტია რომ იმ ოჯახს შეენარჩუნებს და ეხლა მეფე იმას გააკეთებს რომ თავის შვილს დაამხობინოს, ხელისუფლება დააკარგვინოს, მით უმეტეს მეფეს აქვს პრეზიდენტს აქვს მანდატი, ნუ შეიძლება საერთო სახალხო, ეხლა დღევანდელი ჩვენი პრეზიდენტი არჩეული არის პარლამენტის მიერ და დღევანდელი ხელისუფლების მიერ. ესე ორი პრეზიდენტი წინა ორიც ესე იყო, რომლებიც გადმოუდგნენ თავიანთ პარტიას და მანამდე იყო საერთო სახალხო არჩევნებით ირჩეოდა და საერთო სახალხო არჩევნებში ვიღაცა აძლევდა ხმას, ვიღაცა არ აძლევდა, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდნენ, ხო? და ეს არ იქნება, იმიტომ რომ თანამედროვე მეფე არის როგორც შეიძლება მე რეფერენდუმით მოვიყვანოთ, მაგრამ ეს არის არჩეული წინაპრების მიერ. აი თქვენი და ჩემი მეომარი წინაპრების მიერ. ისინი ვინც მასთან ერთად იდგნენ თქვენ სხვადასხვა გადაცემებში ხშირად ამბობთ ხოლმე რომ მეფე არის ესე იგი გმირი წინამძღოლი საქართველოს სხვა ქვეყნების მეფეები თუ ცალკე ძალიან დიდ კარავში ცხოვრობდნენ საქართველოს მეფეებსაც ჰქონდათ კარავი მაგრამ ხშირ შემთხვევაში გლეხის ოჯახში ჩერდებოდნენ და იქ ათევდნენ ღამეს ან ჯარისკაცებთან ერთად იბრძოდნენ და ჯარისკაცებთან ერთად უბრალოდ მეურებთან ერთად ეძინαν და ჭამდნენ იმას რასაც ჯარისკაცები დავით აღმაშენებელი და ის ერეკლები ხო და ასე რომ განსაკუთრებულად სხვა მოვლენაა სად მეფე ქვეყნის მეთაური სად მირონცხებული ქვეყნის მეთაური სად გამაერთიანებელი ქვეყნის მეთაური და სად რომელიმე პარტიის წარმომადგენელი ქვეყნის მეთაური კი ბატონო აი ესეთი შეკითხვა არის კიდე და სხვა შორის ძალიან ბევრ საინტერესებს ამდენი ხნის წვეთის შემდეგ რა რომელიც არ ქონია ჩვენ უკვე 200 წელზე მეტია რაც არ გვაქვს ისა ესე მონარქიული რა თქმა უნდა გვესმის რომ 1000 წელზე მეტი მეფობდა და უშუალოდ ბაგრატიონთა გვარი რომელსაც არაფერი არ შეშლია თითოეულად მეფეს თუ არ ავიღებ დანარჩენი ესე იგი ყველა მეფე მართლა ხალხის სამსახურში იდგა და ქვეყნის სამსახურში იდგა აი რა მაინტერესებს დღეს ყავს დაუშვათ მომავალი მეფე თუ არ ყავს და მაინტერესებს კიდე რა აი ლეგიტიმაცია თუ დაუშვათ ლეგიტიმიზმი თუ დაუშვათ იდეა ეს ერთი ახლა რატო გეკითხებით ამას მე თქვენ ყველას გვახსოვს ალბათ ბავშვობაში წაკითხული ალექსანდრე დიუმა იქ იმის სახით თქვია გრაფ დელაფერის სახით რო ლაპარაკობს ისა მე ვემსახურები პატივცემ მეფეს და ვემსახურები მეფობას გენიალური ისა
მეფე უფრო მნიშვნელოვანია თუ მეფობა? მეფობა რა თქმა უნდა. პერსონა, ეხლა პერსონა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისთავად ცხადია რა. ეხლა და ლეგიტიმიზმი თუ ლეგიტიმაცია თუ დაუშვათ იდეა. იდეა რა თქმა უნდა. და ვინ არის? ვინ შეიძლება მოვიაზროთ? ძალიან საინტერესო, ეხლა რაც შეხება ჯერ ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ჩვენ არ ყოლია მეფე და ეხლა ეგრე 200 წელი ჩვენ 100 წელი არ ქონდა სახელმწიფო. უიმე წვეტა იყო და აღარ აღვადგინო, ასე ხო არ ვიტყოდ? ან 117 წელი არ ქონდა ავტოკეფალია და დედა ღმერთო რა თქმა უნდა ჩვენი პატრიარქი აგერ რუსეთის პატრიარქი დავითოვოთ ის პატრიარქია. ამას ვერ ვიტყოდით, ხო? წაგვართვა რუსეთმა. რუსეთმა წაგვართვა არა მარტო დამოუკიდებლობა და არა მარტო ესე იგი წაგვართვა ეკლესიის ავტოკეფალია, ჩვენ რუსეთმა წაგვართვა მეფობა. ეხლა რა არის მეფობა? მეფობა ეს სახელმწიფოებრივი. ანა მეფე კი არ წაგვართვა როგორც ასეთი. აი ვინმე პერსონა კი არ მეფობა წაგვართვა. რას ნიშნავს მეფობა? ქვეყნის წინამძღოლს ნიშნავს, საჯოკარს ნიშნავს, ესე იგი შემწყნარებლობას, ერთიანობას ნიშნავს, ნიშნავს ტრადიციებს ნიშნავს, სადაც ჩემი მეფის არსებობა ჩემს ქვეყანაში და სხვა მეფის მიერ ჩემი ქვეყნის დაპყრობა, ხო? ის სულ სხვა ტრადიციების მიმდევარი იყო და ჩემი მეფე და ჩვენი სულ სხვა ტრადიციების მიმდევარი იყო ჩვენი მეფეები. ესე ანუ საქართველოს ტახტის აღდგენა ნიშნავს რუსეთის მარწუხებიდან საბოლოო და ფსიქოლოგიურ გამოსვლას. კი ბატონო, არა მარტო რუსეთის, იგივე ირანის, იგივე ესე თურქეთის მარწუხებიდან გამოსვლას, იმიტომ რომ ისინი ებრძოდნენ ახლა ჩვენს სახელმწიფოებრიობას. და გარდა მაგისა, ახლა რაც შეეხება ტახტის მემკვიდრეობას, ჩვენ ყველა შევთანხმდით. საერთო კლუბის პროექტია ესა, რომელიც ესე იგი გაზიარებული არის პატრიარქის მიერ, გაზიარებული არის მონარქისტების უდიდესი ნაწილის მიერ, საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელიც მონარქიაზე ფიქრობს, რომ საქართველოს მონარქია და ზოგადად ეს ყველასთვის გასაგებია, რომ საქართველოს მომავალი მონარქია, ანუ საქართველოს მომავალი ქვეყნის მეთაური, ანუ მირონცხებული ადამიანი უნდა იყოს შესაბამისად გაზრდილი იმ პრინციპებით, რა პრინციპებიც მაგალითად ჩამოყალიბებული აქვს დავით აღმაშენებლის ისტორიკოს თუ რა, ესე იგი თვისებები უნდა ჰქონდეს მეფეს. ანუ რა უნდა იცოდეს მეფემ. და ასეთი ადამიანი უნდა გაიზარდოს შესაბამისად ბავშვობიდან. ზრდასრულ ადამიანებზე შევთანხმდით ჩვენ, რომ დღეს ვინც არიან ზრდასრული ადამიანები, ისინი ტახტზე ვერ ავიდნენ. განა იმიტომ რომ ცუდი ადამიანები არიან, ძალიან კარგი ადამიანები არიან. რამდენიმე აქვს ასე ვთქვათ, პრეტენზია, რომ ტახტის მემკვიდრედ თვლის თავს. კი ბატონო, ტახტის მემკვიდრები ისინი არიან, მაგრამ რეალურად ტახტის მემკვიდრები იქნებიან და არიან მხოლოდ და მხოლოდ ადამიანები, რომლებიც ჯერ არიან ბავშვები და რომლებიც შესაბამისად უნდა გაიზარდონ. ეს შეგვიძლია დავასახელოთ კიდეც. ხა რამდენიმე პროექტი არსებობს. ესე იგი, ყველაზე წინ ტახტის მემკვიდრეობაში ფაქტობრივად ეს არის გიორგი დავითისა და ანასტასე ბაგრატიონი. ეს ლეგიტიმური თვალსაზრისით ის ყველაზე წინ დგას მემკვიდრეობის საკითხში. მეორე არის ივანე ბაგრატიონის ვაჟი ბაგრატი. ბაგრატი პატარა არის. ეს გიორგი არის 13 წლის, ბაგრატი არის 4 წლის. კიდე სხვა ბავშვებიც გაჩნდებიან, არიან კიდე უფრო უკან მდგომი ტახტის მემკვიდრეები ბავშვები, კიდე უფრო ესე იგი დავითის ძმებსა და სხვა ბაგრატიონებს, დავით ბაგრატიონის ძმას, ერთს, მეორეს შეიძლება კიდე შეეძინოთ და ისინი თავის ადგილს დაიკავებენ. მაგრამ თავარი არის კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა იყოს მოწადინებული, რომ ჩაუდგეს სათავეში ქვეყანას, ანუ ჩადგეს ქვეყნის სამსახურში. მაგალითად იყო შემთხვევები საქართველოს ისტორიაში და უცხოეთის ისტორიაში, რომ ტახტის უფროს მემკვიდრეს არ ქონდა სურვილი, რომ გამხდარიყო მეფე. დავითი აი იმის ბოლო მართველი საქართველოს ესე იყო არ უნდოდა მეფობა არ უნდოდა. მეფობა კი უნდოდა, მაგრამ ვერ გაუბედა რუსეთს, რომ აი ესეთი ჩვენ ესეთი მერყევი ადამიანები ჩვენ არ გვჭირდება ხა ხომ აცხონოს მისი სული, დავით გამგებლის სული, მაგრამ ეხლა იყო რამდენიმე მოვლენა საქართველოს ისტორიაში, მე მაქვს ესეთი აზრი, რომ დაუშვათ გიორგი პირველს ბაგრატ მესამის ვაჟს ყავდა უფროსი ძმა, რომელიც ბერად წავიდა და ეს ამაზე რაღაც კვლევას ვატარებ და მე გამოვაქვეყნებ ამის შესახებ. ასევე მაგალითად აშოტ კურაპალატის შვილებიდან მეორე შვილი უფრო დაწინაურებული იყო და პირველმა დაუთმო, ალბათ იმას უფრო აინტერესებდა პოლიტიკის წარმოება, ამას ნაკლებად აინტერესებდა, ზოგს ბერობა აინტერესებს. მოკლედ, უნდა იყოს მოწადინებული და უნდა იყოს მზად მსახურებისთვის. მსახურება ეს მეფობა ეს არის
მაგალითად ერთ ქვეყანას არ დავასახელებ და იქ ძლად რომ მოიყვანეს დედოფალი, უпроსტად დედოფლის ზალი მოიყვეს ტახტის მემკვიდრის მეუღლე. ერთი პერიოდი იყო რაღაც ფსიქოლოგიურად გადაიღალა. იმიტომ რომ დილის 6 საათზე დგებოდა იქ ცერემონიები უნდა ჩაეტარებინა, იქ უნდა წასულიყო, იქ უნდა წამოსულიყო. ფაქტობრივად თავის-თავზე არ იყო დამოუკიდებელი, ესე იგი ეს ქალბატონი რო დაждდება ფეხი-ფეხზე ვერ გადაიდებს, ესე იგი სამეფო ოჯახის წარმომადგენელი ვერ მიწვება სავარძელზე, უნდა იყოს მუდმივად ესე იგი ფორმაში, უნდა იყოს მუდმივად იღიმოდეს, სხვებს უნდა ესე იგი ეხმარებოდეს და საკუთარ თავზე არ უნდა ფიქრობდეს. ეს ურთულესი რამეა. ამისთვის ვინც იქნება მზად. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოემზადოს. თუ შეიძლება რომელიმე მათგანმა თქვას მიარმიდა, ეს არავინ არ იცის. გარდა ამისა, კიდე არსებობს სხვა პროექტები, რომლებიც სხვაგვარად უყურებენ ამ საკითხს, იმიტომ რომ ესე იგი საქართველოში სხვა მონარქისტული წრეები თვლიან და ჩვენ თვლით ზოგადად, რომ ესე იგი მონარქია ჩვენ გვინდა არა იმისთვის, რომ ყავდეს ვიღაცა, ვისაც ასე თქვა ვიქნებით ჩვენ მიჩერებული და ჩვენ თაყვანისმცემლის ობიექტი იქნება. არამედ ის ვიღაცა, ვინც იქნება ჩვენთვის მაგალი. იმან ისე ჩოხა უნდა ჩაიცვას, იმ ისე გაიაროს ისე როგორც ქართულ მამაკაცს შეეფერება, უნდა იყოს ნამდვილი მართლმადიდებელი. ახლა მაგალითად ბრიტანეთში სხვა სარწმუნოების წარმომადგენელი ქალბატონი ოჯახში არჩევს თუ არ მიიღებს ანგლიკანობას, ასევე დაახლოებით იქ ყველგან თავისი ტრადიციონალისტური და ეროვნული წესებია. ასე რომ თავარი იქნება მსახურება, თავარი იქნება ვინც იქნება მზად. უნდა იყოს მზად. ეხლა რაც შეეხება მზაობას, ოჯახმა უნდა მოამზადოს, მშობლებმა უნდა მოამზადოს და ეხლა ჩვენ რაც შეგვიძლია დავუშვათ, ჩვენს შეგვიძლია დავეხმაროთ კონსულტაციებით, გამოცდილებით, რაც ჩვენ ვიცით დავუშვათ ისტორიის ცოდნით და თავარი, რაც უნდა ქონდეს საქართველოს მეფე, ეს უნდა იყოს გული-გულისხმიერი. მას უნდა უყვარდეს თავისი მოქალაქეები. ისევე უნდა უყვარდეს როგორც მამას უყვარს თავისი შვილები და რომ მამა რო ვერ გამოარჩევს რა, რო არ აქვს უფლება რომ გამოარჩიოს. ეს სავალდებულო სიყვარული უნდა ქონდეს და უნდა იყოს სიყვარულის, ასე ვთქვათ, თესვები და ქვეყანაში. ეს პრინციპები ეს უნდა იყოს დაცული და შენ მე სახელმწიფოებრიობას ავაწყობთ ამაზე რა. სახელმწიფოებრიობის აწყობა აუცილებლად რაღაცნაირად დამოკიდებული არის აი ამ ჩვენს პროექტებზე. სამწუხაროდ შევხედავთ რომ 32 წელია ჩვენ ნორმალური სახელმწიფო ვერ ავაწყოთ. ხო, ეხლა ვნახეთ ირანისა და ისრაელის ომში აწაწინა ისრაელს რა ტექნოლოგიური განვითარება აქვს. რატომ? იმიტომ რომ ისეთი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც ბავშვობიდან ემზადებიან ამისთვის და მეფე და რაღაც ესე იგი თაობა, მეფის თაობა ბავშვობიდან უნდა შევაჩვიო და უნდა გავზარდო. სპეციალურად სწორად უნდა გაიზარდოს. სწორად უნდა იყოს და მეფე უნდა არჩევდეს ადამიანებს, ვისაც დააჯილდოებს, ვისაც ასევე ვისთანაც ესე იგი ექნება კონსულტაციები და არა თავისი მეგობრობისა რაღაცა საზოგადოებაში პოპულარობის გამო კი უნდა იყვანდეს მრჩევლად დაუშვათ, ხო? როგორც ეხლა ხდება და როგორც ხდებოდა რაღაც არამედ პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ეს არის ურთულესი საკითხი და მე ვფიქრობ, ჩვენი მომავალი თაობა ბაგრატიონებისა და მისი მათი ტოლების თაობა ამას შეძლებს. საინტერესოა, ძალიან საინტერესოა, ერთი რაღაცა მინდა კიდე რომ თქვა, ეხლა ჩვენ რამოდენიმე გადაცემა გავაკეთეთ უკვე და ძალიან საინტერესო ადამიანები ყავდა მოწვეული. რაღაც ერთ დასკვანებები. ესე იგი, რუსულ პროექტს ვერ ვხედავ ამ ყველაფერში მონარქიის და თქვენ როგორ ფიქრობთ? არის რუსული პროექტი? წინა ხელისუფლება ეჭვიანობდა, რომ ეს მონარქია, ჩვენ რომ მონარქიაზე ვსაუბრობდით, წინა ხელისუფლება ეჭვიანობდა, რომ აუ ესენი ახლა ჩვენს ჩანაცვლებას ცდილობენ მონარქიზმით და ამიტომ რაც ცუდია მათთვის იყო რუსული რა. და ეხლა მე არ დავიწყებ მათ ასე ვთქვათ რუსეთისადმი დამოკიდებულებაზე ლაპარაკს და საუბარს, მაგრამ მინდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მიმდევრებმა და მომხრეებმა და ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მიმდევრებმა და მომხრეებმა იცოდნენ, რომ მონარქიზმის იდეა ვერ იქნება ვერც რუსული და ვერც ამერიკული. ეს არის მხოლოდ ქართული, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ქართული მონარქი არც რუსეთს დაუსვამს, მაშინ რუსეთი არ არის. და არც იმას დაუსვამს, რა ქვია, საქართველოს ტახტზე ამერიკას. მით უმეტეს რუსეთს უფრო არ უნდა აწყობდეთ, იმიტომ რომ ახლა წეღავ ლაპარაკობდით, სანამ ჩვენ იმას ვიზამდით,
ლაპარაკობდით, რომ ესე იგი რუსების იმიდან გავდივართ რა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური გავლენის სფეროდან გამოდივართ. ანუ ფსიქოლოგიური არა, მარტო იურიდიულადაც გავდივართ. ანუ ესე იგი რაც გაგიუქმეს რუსებმა, იმის აღდგენას ვთქვი. ეხლა რუსეთის სახელმწიფო ძირითადად არ იყო განწყობილი საქართველოს მიმართ დადებითად. ნუ ეხლა გაგიუქმა მეფობა და სისულელი ჩაიდინა და რაღაცა თავის დააზიანა და მე რუსეთის ტახტის მემკვიდრემ ამისთვის ბოდიში მოიხადა 1926 წელს. რუსეთის ტახტის მემკვიდრე დღეს ნათესავი არის ჩვენი ტახტის მემკვიდრე, მაგრამ აქ რა ხდება? ესე იგი ზოგადად დინასტიებში არის ასეთი წარმოდგენა, რომ ყველა დინასტიას აქვს თავისი ლეგიტიმური ტერიტორია. და ბაგრატიონების ლეგიტიმურ ტერიტორიაში შედის ჩრდილო ქართლი, ანუ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი. და არა მხოლოდ ჩიქეთიც შედის, სხვათა შორის რა. და ეს ახლა რუსეთის ხო ახლა რუსეთს უნდა რომ დაგვიბრუნოს და ესეთი რაღაცა აღიაროს. ამიტომ რუსეთის ინტერესებში ან ვიღაცის ინტერესებში არანაირად არ შედის ჩვენი გაძლიერება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი გაძლიერება შედის მხოლოდ ჩვენს ინტერესებში. რა თქმა უნდა. ისეთი დაინტერესებული ერი, რომ საქართველოს ჰქონდეს ძლიერი სახელმწიფოება, რომელიც შედავთ ასრულება არსებობდეს და არც ერთი ქვეყანა არ არსებობს. ანუ ეს იყო შემოგდებული ვარიანტი, რომ რუსული ვარიანტია, ეხლა შეიძლება შემოაგდონ, რომ ამერიკული ვარიანტია, სომხური ვარიანტია, ირანული ვარიანტია. ეს ახლა როდესაც ჩვენი ეკლესია და ჩვენი ხალხი ამბობს, რომ ბაგრატიონები არიან ძალიან დამსახურებული ის ასე დინასტია, ეს უკვე 1000 წელია და 1200 წელი ამაზეა ლაპარაკი და სად იყო მაშინ რუსეთი და ამერიკა. და თავარი კიდე რასაც რომ პერსონაჟია ლაპარაკი იმდენად არა, რამდენად ტექნოლოგიაზე და ყველაზე მაღალი სახელმწიფოებრიობის ტექნოლოგია ეს არის მონარქია. კი ბატონო. კი და ეს თუ თავშოთ თუ გაითავისეს ქართულმა ხალხმა ესა და მივიდნენ იმამდე რომ მე დაწუნებული ვარ, უცებრად ვარ დაწუნებული რომ საქართველოს ესე იგი განვითარების სხვა ეტაპზე გადავა. პირდაპირ მინდა ვთქვა რა, სოროსის მიერ დასმულ სახელმწიფო მეთაურს ან ივანიშვილის მიერ დასმულ სახელმწიფო მეთაურს არ ჯობია ჩვენი წინაპრების მიერ დასმული რა თქმა უნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო მეც ვფიქრობ ჩვენ სახელმწიფო მეთაური რატო უნდა იყოს ვიღაც პერსონაჟი, ეს სოროსზე, ივანიშვილზე, სააკაშვილზე, ან ის ზურაბიშვილზე, ან ვიღაცის დირექტივებით ის უნდა იყოს თავის წინაპრებზე, თამარ მეფეზე დამოკიდებული, ის უნდა იყოს დავით აღმაშენებელზე დამოკიდებული და ის ხო ჩვენზე უნდა იყოს დამოკიდებული რა. და კიდევ ერთი მინდა ხაზი გაუსვა აუცილებლად. ანგარიშვალდებული ჩვენ წინაშე უნდა იყოს ახლა ის ვინც არის პრეზიდენტი არის თუ გუშინ ის ჩვენ წინაშე არ არის ვის დასვა და ვის მოიყვანა ვის უხდის ფულს იმის წინაშე ანგარიშვალდებული კაცო ან მას ცდილობს რომ ესე იგი მოაწოდოს თავი რაღაც ნაწილს ის რა ქვია ელექტორატის და გავიდეს სოროს მოაწოდოს თავი ან რაღაც და კიდევ ერთი რაღაც აუცილებლად რასაც ვიდა გაუსვა ხაზი რომ ჩვენი პროექტი მონარქისტული სახალხო მონარქია, ქართული სახალხო მონარქია არანაირად არ ითვალისწინებს რეპრესიებს ვინმეს მიმართ, არანაირად არ ითვალისწინებს წინა ხელისუფლების ან ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს, არანაირად. პირიქით, ესე იგი ჩვენი თავარი ლოზუნგი ეს არის ვიყვარებოდეთ ურთიერთას. რათა ერთობით ვადიდებდეთ სამბასა წმინდასა რუსაში როა. რათა ქვეყანა იყოს ერთიანი, ჩვენ გვაქვს სავალდებულო სიყვარულის იდეოლოგია და ამ სავალდებულო სიყვარულის იდეოლოგიაში შედის როგორც წინა ხელისუფლების ესე იგი მიმდევრები, ასევე ამ ხელისუფლების მიმდევრები და ასევე ამ ხელისუფლებისა და წინა ხელისუფლების მიმართ პროტესტით განწყობილები. ეს ჩვენ ყველა ერთი ვართ რა. ესე იგი იქნება რომელიმე ხელისუფლების მიმდევარი თუ რომელიმე პარტიის მიმდევარი ქართველი არის ქართველი ის უნდა იდგეს ქვეყნის სამსახურში. ეს არის მეფემ უნდა ეს არის მონარქია. ეს არის მონარქია. მონარქს არ აქვს უფლება გამოვიდეს და ეს პარტიას დაუჭიროს მეორე პარტიის წევრი არ აქვს. არ აქვს უფლება როგორც გითხარ ჩვენი პროექტით რომ ესე საბანკო პარტიის თავმჯდომარე არ შეიძლება. პარტიის თავმჯდომარე არ იქნება, წევრი ვერ იქნება. არჩევნებშიც არ აქვს მონაწილეობის უფლება. იმიტომ რომ ესე იგი იქ რომ შევიდეს და ვინმეს ხმამისეს და მე გამოჩნდეს ეს ამბავი რომ დაუშვათ მხარი დაუჭირა X და Y-ს არ ახნო არ შეიძლება ესეთი რაღაც. მეფე არის ყველას მამა. ასე რომ ეხა ეს არის ტექნოლოგია, ეს არის სახელმწიფო ტექნოლოგია რა. ეს არის ყველაფერი ჩვენ ჩამოყალიბებული გვაქვს, გაწერილი გვაქვს და მე თანდათანობით კი ბატონო, აი ეს მინდა რომ ამ დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი საიტია.
სამეფო კლუბის საიტი Royal G. ასეთი და თუ გაინტერესებთ ეგეთ საკითხები, შეგიძლიათ შეხვიდეთ და ნახოთ, გაეცნოთ, ძალიან საინტერესო არის და ძალიან ბევრ რაღაც მოიცავს, ბევრ რაღაცას მოიცავს, ეს მარტო დაუშვათ არ მოიცავს, დაუშვათ მონარქიას, მონარქიის გარდა არის კიდე საინტერესო რაღაც თემები არის, დაუშვათ ისტორიას ძალიან ფართოდაა გავისაუბრე მაგას ასე თქვა განხილული გვარების ისტორია, გინდაც ჰერალდიკა, გინდაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღწერა და ნუ მოკლედ ბევრი ძალიან საქართველოს ენებთან დამოკიდებულება. კი ბატონო. მეგრულთან, ლაზურთან, სვანურთან დამოკიდებულება საქართველოს მეფის. აი აფსარულს, ანუ აფხაზურს რასაც უწოდებთ, იმასთან დამოკიდებულება. კი ბატონო, ეს აუცილებელია. ერთიანობის ასე ვთქვათ პროექტია. კი ბატონო, მოკლედ შედგა დღეს ჩვენი გადაცემა ბატონო გაიოს. მადლობა. და ალბათ ხალხი ჩვენ გამოხმაურებას ველით ახლა რა გამოხმაურება ექნება ამ ყველაფერს და აქედან გამომდინარე შემდეგ ესე იგი ზად ვარ ჩვენი შველი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, აბარა ჩვენ ახლა პროექტები როგორ აი ჩვენ საიტზე გამოქვეყნებული დაუშვათ იქ არის პროექტი უამრავი, მათ შორის კონსტიტუციის მუხლების სხვადასხვა პროექტები და იქ ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი რამდენიმე ესე იგი ვარიანტი, ან ასე მივიღებთ, ან ისე მივიღებთ, ან ეს სამსჯეროდ გამოგვაქვს. არ ვამბობთ რომ მაინც რასაც ჩვენ ვამბობთ, ისე უნდა იყოს, აი რაღაც ნიუანსები შეცვალოს. შეიძლება ვიღაცას უკეთესი აზრები ჩვენ რა თქმა უნდა ამას გავითვალისწინებთ, განვიხილავთ და გავითვალისწინებთ. ამით არის პარტიულობისაგან განსხვავებით სამეფო კლუბისა და მონარქიზმის იდეოლოგია სრულიად სხვა. კი ბატონო, მოკლედ დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე და რა ვიცი, უფრო საინტერესოს გავხდით შემდეგში ეს ახალი დაწყებული გადაცემაა და ჯერ ასე თქვათ ის არ დაუღია ის დაუშვათ იმედია მეტი ჩაერთვება და თუ გაინტერესებთ მოგწეროთ თქვენი აზრი, კითხვები ეგ ესე გამოხმაურებაში სადაც ეს გამოქვეყნდება. დიახ და თუ გაინტერესებთ, მაშინ ერთ რაღაცას გთხოვთ სულ ყველას რა, ერთადერთი ჩვენთან ესე იგი კომუნიკაციის და უფრო მეტი ესე იგი რომ გაიგოთ ჩვენ შესახებ, ერთადერთი არის ესე იგი ჩვენი არხი გამოიწეროთ. ეს არის აუცილებელი YouTube-დან და ბევრი რა შეიძლება იცით ბატონო გაიოს, ესე იგი Facebook-დან იმაშება აზიარებს, Facebook-დან დაუშვათ აკეთებს. ესეც კარგია, ძალიან კარგია, მაგრამ უმთავრესი მაინც არის ესე იგი თქვენ წვდომა რო გქონდეთ, ჩვენ ჩაურევლად რო გქონდეთ ჩვენი წვდომა, გამოწერაა მთავარი, უნდა გამოიწეროთ YouTube არხზე. მადლობთ ყურადღებისათვის. მადლობა.